მოწოდებულ საიტზე, Facebook-ზე, ერთ-ერთ თქვენ ხადაგებაზე, რომელიც იდოსტატის მარჯვენის შესახებ ამბობთ, რომ კრეხელობა ბევრი რამ მასში და ვისმა ხალხმა თქვენს ხადაგებას სიძველე უწოდა და ძალიან ბევრმა ხალხმა ცინებით უპასუხა, როგორ უნდა უპასუხოთ ასეთ ხალხს. ასეთ ხალხს უნდა უპასუხოთ შემდეგნაირად, რომ ალბათ თეოდორე ამ შემთხვევაში საუბრობს არა როგორც ლიტერატორი, არამედ როგორც ღვთისმსახური და ამ შემთხვევაში იქ აკრიტიკებს არა იდოსტატის მარჯვენის ენას, რომელსაც იქვე ვაქებთ თუ გახსოვთ, იმავე ამაზე ვიდეო ბლოგში ეს არის თუ არა მოქცეული, და იქვე ვაქებთ მის ენას, ლიტერატურული მხრიდან ვაფასებ უნიშნულოდ, მაგრამ იქ საუბარია იმაზე, რაც არის კრეხელობა, შეურაცხყოფა ჯვრისა, შეურაცხყოფა წმინდანი პატრიარქისა, შეურაცხყოფა ვერ მონაზნობის. ეს არსებობს. მაგალითად, ლევ ტოლსტოიზე რომ ვისაუბროთ, და ლევ ტოლსტოის არ მოუწოდოთ, რომ ის შეურაცხყოფს ეკლესიას და შეურაცხყოფს ზიარების საიდუმლოებას. მის რომან ვასკრესენიაში. ვასკრესენიაში წაიკითხავთ, მოგეწოდება და რაღაცა. ესე იგი, არ თქვა, როგორც მდელმა, როგორ დასიდის ის მდელს და როგორ შეურაცხყოფს წმინდა ზიარებას, რომელსაც ჩვენ ქრისტიანები გზავნით მივიახლებით. მე ვეღასამავა, ლევ ტოლსტოი დიდი მწერალია, მინაყურს ვარ. მაგრამ შეურაცხყოფს იმას, რაც ყველაზე ვიფასია ჩემთვის და თქვა და არ უნდა თქვა, ამაშია საქმე. ანუ ამ ადამიანებმა ვერ გაიგეს მე რას გაუსვი ხაზი. მაშინ იმ ადამიანებმა მითხრა, რომ ის ციტატები მე ერთხელაც აი სულ მოვიტანე ნამონარიდებს მაშინ ამ ნაწარმოებიდან, როგორც ეს ჯვარზე, როგორც ეს პატრიარქზე, როგორც ეს ბერმონოსობას ამოვიდა და წავიკითხავ. და ისინი მოაწერენ, აი ხო დაწერა კონსტანტინემ, რომ ისინი მოაწერენ აი ამ ციტატების ქვეშ საკუთარ ხელს ავტოგრაფს დასვავენ. თუ დასვავენ, ეს უკვე მათი პრობლემაა. ეს იგივეა, რომ ადგედა ხაზის წინაშე დადგედა და ტაძარს აკიდა. მოაწერა ამას ხელს. ამასია ლაპარაკი. მე როგორც ლიტერატორი არ ვარჩევ ამ ნაწარმოებს. პირიქით ამხრივ რაღაცას ვამბობდიდოს, რომ ახლა დიდებულია, დიდებული. მაგრამ ამას გავუყოთ, მე ამას ვუყოთ. ასევე ესე უნდა ვთქვა, ამავე არ არის ლიტერატორი საფასებს როგორც ქრისტიანი იმ კრეხელობას, რომელიც ამ ნაწარმოებში არის. თუ იმ მეტყვის არ არის, და ციტატები ამოვიღოთ და უთხრა და ხელი მოაწერე ამის ქვეშ. უთხრა ნახავთ. მე მგონი, ზოგადად ათეისტებს არ გაგონოს, მაგრამ ზოგადად მოიძებნება ადამიანი, რომელიც წმინდანის და ჯვრის შეურაცხყოფას ხელს მოაწერს.